30 სექტემბერს 22 საათზე ახალი სერია დაიდება. თუმცა ვიღაცები აკომენტარებდით, რომ იმდენი ხანია არ დადებულა, აღარც მახსოვს რა ხდებოდაო, ამიტომ სანამ ახალ ეპიზოდს ჩაუჯდებით, მოდი გავიხსენოთ რა ხდებოდა მეხუთე სეზონში. დარწმუნებული ვარ რაღაცები გამოგრჩებოდათ. მაგალითად, როგორ გაიტაცეს გაიოზი კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მიერ ჩატარებული მატჩიდან, ან სად და ვისთან მოხვდა გაიოზი ტყვეობაში. თუ ეს ვიდეო მოგეწონებათ, მომავალში ყველა სეზონის განხილვას დავდებ. თუ გვახსოვს მეოთხე სეზონი იმით დამთავრდა, რომ ბიჭებმა პლანეტა გადაარჩინეს, თუმცა პოლიკა მისი უზნეოს აქციელების გამო კრედიტიდან მოტეხეს. მეხუთე სეზონის პირველი სერია. მოძრავი ანომალია, რევას გუფთატოლმაძე, პოლიკას ბაბუა შვილიშვილს აგულიანებს. მას ჯერა რომ პლანეტა მისმა შვილიშვილმაც გადაარჩინა და ეუბნება: თავი, არავის დააჩაგვრინო ბიჭო. სანამ დანარჩენებს ყველა მადლობას უხდის სამყაროს გადარჩენის გამო, ხო და რავი ბიჭებო, ყველანი მადლობელები ვართ რა. გესვათ გეჭამოთ, ერთმანეთი არ დაგეჭამოთ. გაიხარე. პოლიკა საკლასო ოთახში ჟურნალისტებთან ერთად შემორბის და პაჭოს MMA-ში იწვევს. დევი და ემაილი კი სხვებთან ერთად სვანეთში მიდიან, რომ მისტიური ცხოველი გუბაზი მოიპარონ, რომელშიც ფერიას თქმით მილიონებს გადაიხდიან. ოღონდ რა არის ეს გუბაზი ან ვინ არის, კაცმა არ იცის. არა, უბრალოდ მისტიური ცხოველია და რატომღაც გუბაზი დაარქვეს. კი, მსმენია მაგ ცხოველზე. თქვი მე და ჩუმად გავაკუე. ამასობაში პოლიკამ ჩინეთიდან ვონგლოკატი ჩამოიყვანა, რომელიც როგორც ჩანს ყველაფერში კია. ამზადებს მეგრელ დეტექტორებს და ასწავლის ისეთ საბრძოლო ილეთებს, როგორიცაა მაგალითად დრაკონის წვა. ემაილი და სხვები გეგმას ახავენ. მათ სვანები უნდა დაათრონ და გუბაზე ჩუმად მოიპარონ. ამავდროულად თარსულაში ჯერ საბრძოლო პრესკონფერენცია ეწყობა და შემდეგ კი ბრძოლაც იწყება, სადაც პაჭომ პოლიკას სახე გაუერთიანა, მაგრამ პოლიკა ის ბავშვი არაა, მარტივად დანებდეს. ვონგლოკატის გაკვეთილებს ტყუილად ხომ არ ჩაულია, საბოლოოდ პოლიკა დრაკონის წვას იყენებს პაჭოს წინააღმდეგ და ბრძოლა ორმაგი ნოკაუტით მთავრდება. რაც შეეხება ემაილს, დათვრა, თან მაგრად დათვრა. ვინ ბიჭა, ვინ მე, ვინ უნდა დამეტაკოს ბიჭა? სვანები ერთი შეხელბით მარტივად მოსატყუებელი ხალხი ჩანდნენ, თუმცა ასე არ მოხდა და ყველანი დილეგში ჩაყარეს. სეზონი 5, სერია 2. კეშკეშა მის დაკარგულ მეგობარს კობას ეძებს და დასახმარებლად ნადიამ კითხავს მიმართა, რომელმაც საოცარი რჩევა მისცა. ყობას ვეძებ ჩემს მეგობარს. იცი სადა? ტრაქში ნახე? და კეშკეშა წავიდა, ოღონდ ზუსტად ვის ტრაქში უნდა ეძებნა კობა, მეც არ ვიცი. დევი და ემაილი ბრძენთან, ფერიასთან და ნიუტონთან ერთად სვანების დილეგში არიან ხელებით დაკიდებული და მონდომებით ცდილობენ გაქცევის რამე გეგმა უშედეგოდ დასახო. ძველებს ყურადღებას სხვა რამეზე უნდა გადავატანინოთ. შემიძლია ძალიან ხმამაღლა გავაკუო. გადასარევი იდეა, მიდი ნიუტონ. და ახლა რა ვქნათ? რავი, ყველაფერს მე ხო არ მოგიფიქრებ. აუ, დებილია ეს კაცი. აი სწორედ აქ ხურდება სეზონი. პოლიკა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აპლიკაციას შპს ბოდიშს ქმნის, რომელიც ადრესაც ბოდიშის წერილს უგზავნის მას შემდეგ, რაც მკვდარს და ცოცხალს ამოუტრიალებ. აკეთებენ რეკლამას, იფიქრებენ ლოზუნგს, რომელიც აუცილებლად იმუშავებს მაგიჯვი ლოგინში, შპს ბოდიში. და ქალაქში სრული სიგიჟე იწყება. აპლიკაციას ყველა იწერს, მთელი ქალაქი ერთმანეთის ლანძღვაზეა გადასული. ვერ ხედავ რო ინტერვიუს წერს, სხვაგან გაიარე შედენ და შკამში მოწყო. ერთადერთი ვინც ამ ყველაფრით უკმაყოფილოა, პაჭოა. ემაილი და მისი მეგობრები კი ისევ ხელებით კიდიან დილეგში, რა დროსაც საოცარ აღმოჩენას აკეთებენ. მოიცა, 1-2-3 რას ნიშნავს ჩვენი აქედან გაყვანა შეგიძლია? რავი ძმაო, მაგით შემიძლია ეს ჭეჭვები გავხსნა. ეჭვი გეპარება, რასაც ვამბობ? მერე აქამდე ჩუმად რატო ხარ შენი დედა? გაქცევას ახერხებენ, მაგრამ სვანები ასე მარტივად არ დანებდებიან. ბენზინი დაგვიმთავრდა. დავაი გადავედით ფეხით გავეკიდოთ. მოვდივართ ემაილ. თარსულაში ნერვებდაწყვეტილი პაჭო და ჭახანა ელარჯის ანამცხელიას ხვდებიან, რომლებიც ბიჭებს ეუბნება, რომ ეს აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის მზაკვრული გეგმაა, რომ ყველას უთვალთვალონ და ის ყველაფრის ფასად უნდა გაანადგურონ. ელარჯი ბიჭებს აკუსტიკაში გზავნის, სადაც მისი თქმით მაგიური გიტარები იყიდება. მაგიური გიტარები გვინდა. ბიჭებო, ხომ გითხარით არა მსგავსი ნივთები არ არსებობს? პოლიციიდან ხართ, პოლიციიდან ხართ? პაჭომ და ჭახანამ მაგიური გიტარები ითრიეს და ხელოვნური ინტელექტის ბაზის გასანადგურებლად დაიზრნენ. სანამ პოლიკა ცდილობს იმის გეგმები დააწყოს, თუ პაჭო როგორ შეაჩეროს, ძალიან უცნაური რამ ხდება. სცენაში
პოლიკას ორეული რობოტი შემოდის. თითქოს ყველას დარხეული ქონდა, მაგრამ ჯართო. გინდა გაიგო პოლიკას მეგრელები რატომ არ ევასება? ეს ხმა არა, საიდან გახდეს გიტარები? ერთი შეხედვით ყველაფერი დასრულდა. პოლიკამ მადლობის მაგივრად კი პაჭოს უთხრა. აი ბავშვობაში რო ქვიშაში ვთამაშობდით, ხო გახსოვს? შენ რო დაიცი და ტრაქში რო ქვიშა შეგეყარა. აი მაგის მერე გაგვტვინი არეული. შენ იცი ჩემთან რამდენი ადამიანი მოდის შენ სალანძ გავად? მაგრამ მე სულ ვეუბნები რომ დაანებეთ თავი რა. ტრაქში ქვიშა აქვს შეყრილი უბრალოდ. სანამ პოლიკას მამა და ბაბუა იმას არჩევენ დევი მაგი დაიყიდა თუ ჟირაფი, პოლიკასთან გაშმაგებული გაიოზი მირბის და ეუბნება. პაჭოს თურმე რაღაც კარტები დაუთრევია და სრული სიგიჟეაო. ყობა და ქეშქეშა შარკ-ტაშტში მიდიან თავიანთი ბიზნეს იდეით, სადაც იგებენ რომ მწვანე ბალახზე თურმე ახალი კანონი შემოიღეს და თარსულაში მოწევა აიკრძალა. სხვათა შორის ეს ბიზნესმენი ტაშტში რომ აქვს ფეხები გივია, რომლის სახელიც პირველად არ ჩანს სერიალში. გივიას ფხვიერი ქვიშის მარცვლები გახსოვთ ან გივიას დიდი დარბაზი? ალბათ არ შეგიმჩნევიათ. სულ იძახი სერიალში ბევრი რამაა დამალული თქო, მაგრამ არ ჯერა არავის. მოკლედ ახალმა ინფორმაციამ ყობა შოკში ჩააგდო, რის გამოც ტარტარახანებში გახიზვნა გადაწყვიტეს, რომ უბალახობას იქ შეეგუოს. სულ ასეთი ამინდია ძია კაცო? არა, რას ამბობ? ტარტარახანებში საუკეთესო ამინდი გვაქვს. პოლიკა და გაიოზი პაჭოს დაადგნენ, რაღაც კარტი ქონია და ჩვენც გვათამაშეო, რაზეც პაჭოს პასუხია. გინდა შენც თამაში? კი მინდა? მაგრად გინდა თუ ისე რა? მაგრად მინდა. თუმცა ხომ ყველამ ვიცით, პოლიკა ასე არ გაჩერდება. ის სრული ძალებით იწყებს კარტების ყიდვაზე ჩალენჯს. საარში ყო ანუ ნაშების პონჩი? კი, რატომაც არა. იმენა ნაშებთან ერთად სათამაშოა რა. და ნაშები მოყვება. საბოლოოდ კი იქამდე მიდის, რომ საწყობს პოულობს და კარტების მოპარვას ცდილობს, სადაც თმები დღლეზიას გადაიყრება. მართლა სერიოზული დაცვა ყოლიათ, მაგრამ საარში ყო კარტების დათრევა მაინც მოვასწარი. მოპარული საარშიყო კარტები თავის ხის სახლში მიაქვს და ყველას ეძახის რომ შეახარბოს. თუმცა ბოლოს კონფლიქტი მოსდით და გარეთ საქმის გასარჩევად გადიან. თავი მსუქანცერათიც გიგავს შეჩემა. გონი თავი კი არა მზის პანელია, ტელეფონს დამატენინე პოლიკ, ტიპი ამოტრიალებულ კვერცხს გავს, ტიპი ტრაქს გავს, ოღონდ ხვრელის გარეშე. მოდი, დაბა გარეთ ძმა. სწორედ ამ დროს პოულობენ ემაილი, დევი და ნიუტონი საარშიყო კარტებს. ემაილი დედაზე აგინებს რომ თამაშს არ შეწყვეტენ, თუმცა ემაილი რის ემაილია თუ პირობა არ დაარღვია. ხო და მაშინ ჩვენი დედაც მოყან შემეწეროს მკიდია ძმაო, მე ამას არ გავაკეთებ. სერიის ბოლოს მათ ვიღაცები იტაცებენ. სეზონი 5, ეპიზოდი 4. ამ სერიაში ყველაფერი ყირაზე დგება. პირველ რიგში ეს უბადრუკები აღმოაჩენენ, რომ უცხო პლანეტელებს პლანეტა ტრაქსინაზე გაუტაცებიათ. დედაზე შეწერვის გამო და მათ უნდა დაადგინონ, თუ რომელია კონკურსანტებს შორის ყველაზე ნაბარი. ამასობაში ბიჭები ტბასთან მიდიან, რადგან ხმა გავარდა, რომ წყალში რაღაც იპოვესო. სანამ პოლიკა ელარჯის ანამცხელიაზე გადაობს, ხომალდი აქტიურდება და 4-ვეს იტაცებს. გატაცებული ემაილი იგებს, რომ ისინი პლანეტაზე უნდა დასვან, სადაც ომი უნდა დაიწყონ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამ პლანეტაზე 1000 წელია მშვიდობას უფევს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მათ და სხვა კონკურსანტებს მაგრად შეეწერათ. თქვენი кейსი იმიტომაა ამდენად მძიმე, რომ დედაზე დააგინეთ. ჩვენთვის, ტრაქსინელებისთვის, დედა ყველაზე სანუკვარია და იმ სიტყვების წარმოთქმაც კი, რაც თქვენ თქვით, მენტალურ და მორალურ ზიანს გვაყენებს. ხო? ხო და თქვენი დედაც მოყან და თქვენი პლანეტისაც ზემოდან. სანამ მამები კოსმიურ დაბრკოლებებს უმკლავდებიან, ბავშვები ხომალდ ტბის ქვეშ, საიდუმლო ბაზაზე ჩაყავს. ისინი გამტაცებლისგან მიმალვას ახერხებენ, თუმცა აქ ჩნდება ყველასთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟი, მე რაული ვარ, ყარაყაული, რომელმაც უფროსობა გადაიბარა და ბავშვების საძებნელად თავად წავიდა.
არ გაიცრეთ ჩემი დედაშევი. ბოლტოს თუმცა პაჭომას მარტივად უმკლავდება და ბიჭებიც მთელი მონდომებით ცდილობენ ამ ბაზიდან გასვლას. სანამ გატაცებული კონკურსანტები მისიის შესრულებას ვერ ახერხებენ, ემაილმა დავალება შეასრულა და პლანეტაზე, სადაც ათასობით წელია მშვიდობაა, ომი დაიწყო. მაგარი რამეა იმენა დავითრიე თუ არა ეგრევე მაგათ პარლამენტს დავუშვი, ამიარაღით და სტრატეგიულ ობიექტებს ვაფშე ბუხი გადავატარე. ის ნაბოზრდა და მიულოცონ. ეს ვინ ჩემი შუაფეხია ბიჭო? ამათმა გაგვიტაცეს? სინამდვილეში სიკვდილით დასჯა წლის ნაბოზრებს უწევთ. რა? აბა პირიქითო, წლის ნაბოზრებს გავუშვებთო? მოგატყუეთ. ახლა კი ტრაქსინელებო. აი აქ მაგრად მიქარეს. იმიტომ რომ ემაილმა გაჭედა და ყველას კოსმიური იარაღი 4-იანი გადაატარა. ბიჭო. იარაღი საიდან? ხომ შეგამოწმეთ და არ გქონდათ. ტრაქშიც უნდა გენახათ. ტარტარახანებში გახიზნულ მყობას და ქეშქეშას თავზე განდრონი დაადგა. მას გაქცევა იმის გამო მოუწია, რომ გოგო შეუყვარდა, რომლის მამაც ანზორა აღმოჩნდა. თუ არ იცით განდრონ ზუსტად რა დრამა აქვს ანზორებთან, გირჩევთ მეორე სეზონს დაუბრუნდეთ და მისი და ყურსაცლეთის ბრძოლა თავიდან ნახოთ. ბიჭები კი კვლავ ცდილობენ გზის გაკვლევას, რა დროსაც სეზონში ყველაზე დიდი გარდატეხა ხდება. თურმე გაიოზი მთელი ეს დრო ჩანაცვლებული რობოტი ყოფილა, მაგრამ ნამდვილი გაიოზი სადღაა. შედიშლა რობოტო შენა. გაწუხნეთ ბიჭო, გაწუხნეთ. მინახეთ ბიჭო, საიდან მოიც. სპეშალ ეპიზოდი ნახეთ, სადაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ახალგაზრდებისთვის სამოყვარულო მატჩს ატარებს. სწორედ ამ ეპიზოდში ჩანს, რომ თამაშის ბოლოს გაიოს რობოტი ანაცვლებს. და საუკეთესო მომენტების ბოლოში თუ ჩაიხედეთ, თუ არა ბევრი დაგიკარგავთ, რადგან სწორედ აქ ჩანს, რომ გაიოზი რობოტების ბაზაზე მიყავთ და დილეგში ეგრეთ წოდებულ ტრაქტორასთან და გიასთან აგდებენ. გია გახსოვთ შუტელის პარტნიორი? კი, ეგეც ჩანაცვლებულია. სული პიზდეცია რა. სეზონი 5, ეპიზოდი 5. ბიჭები გაიოზის რობოტ ვერსიას დაკითხვას უწყობენ. ჩემს უკან ტელევიზორს ხედავ ტოსტერო? კი? ახლა კითხვებს დაგისვამ. ხო დაიცოდე თუ არ მიპასუხებ ამ მონიტორზე პრაიმ ჰაუსის ყველა სეზონს გაყურებინებ, გასაგებია? გაიოზი მათ უხსნის, რომ მის სისტემას ბლოკიადებს და წარმოდგენა არ აქვს თუ ნამდვილი გაიოზი სადაა, თუმცა სიტყვა ბლოკზე პოლიკას ძალიან კარგი იდეა მოსდის. გაიგეთ რა თქვა? ბლოკი მადევსო, ბლოკიო. იცით ეგ რას ნიშნავს? უჩია შეკრული? არა იდიოტო, ჰაკერი გვჭირდება. მოულოდნელად ხედავთ ტოკიოს ხედს. აქ რა გვინდა? წესით არც არაფერი უნდა გვინდოდეს, მაგრამ ხომ გახსოვთ ემაილმა რომ მთელი პლანეტა გადაბუგა და ხომალდის მართვა არც ერთმა იცოდნენ. აი შედეგიც ესაა. ნიუტონმა მისი მართვის სკილებით მთელი ტოკიო გადაბუგა. შემდეგ კი ისევ ჰაერში აიჭრა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. ამასობაში სერიას ახალი პერსონაჟები გია ცალყერაშვილი და შუტელი ყლაპიაშვილი შემოუერთდნენ, რომლებიც კერძო დეტექტივები არიან და მაგიური კარტის ქურდობის საქმეზე თვალს თარსულასკენ დაადგნენ. სხვათა შორის გია პოეტია, ფაღარათის პრობლემებით. თუ შენ ფუტკარი ხაზე დაისვი, ვანაში იწეკ, ხოლო ტყი იყო მაღლა. გია ჩაიჯვი. ბიჭო შენ შიქხო არ გაქვს. მე რამდენად უნდა მოგივიდეს? მე 1000 ჩაიჯვა ტიპმა. ნიუტონი, რომელიც ბავშვობიდან მანქანაზე ზის, ხომალდს ისევ ვერ იმორჩილებს და ამჯერად პლანეტა ბლოკინის მაცხოვრებლებს დაეცა თავზე. თუმცა ერთი სარგებელი ისაა, რომ აქ მაჯიკა იპოვეს, რომელმაც საბედნიეროდ ხომალდის მართვა იცის და მათ სახლში დააბრუნებს. ის კი არ იციან, რომ ტოკიოში ხალხი გაცეცხლებულია. იაპონელები აცხადებენ, რომ ორეტაჩი ვასუგოგუ ოკონტეირუ, სენსო ჰაჯიმატე მოიკურაიდაზო. რაც წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს. ამასობაში ბიჭები ჰაკერთან მიდიან, რომელსაც შეუძლია ბოსტონის ფილიალი გატეხოს. გაიოს კომპიუტერში აერთებენ და იგებენ, რომ თურმე ის ამდენი ხანია სიგნალს გადასცემს და მალე რობოტები აქ იქნებიან. მათ ჯერ რაული პოულობს ყარაყაული. ხელები მაღლა ჩემი დედაშე. რომელსაც ვირუსა მესროლა, თუმცა არ იდარდოთ რაული ცოცხალია. თლად კაიმსროლელი ვერაა ჩვენი ჰაკერი. ბიჭები მაგიურ კარტებს იყენებენ რობოტებისგან თავის დასაღწევად და სამშვიდობოს ასე გადიან. ტარტარახანებში გაჭედილი განდრონი კი რეპებს წერს ანზორას გოგოზე, თუმცა სერიის ბოლოს იგებს, რომ ბიჭო ანზორა დაიბრიდა. წინ მე 6 სერიაა.
ახლა ვეღარ დაიწუწუნებთ, აღარ მახსოვს რა ხდებოდაო. თუ მოგეწონათ ვიდეო, წვიდეთ ლაიქს და არხსაც თუ გამოიწერთ, ძალიან მადლობელი დაგრჩებით. თუ გინდათ მსგავსი ტიპის ვიდეო ყველა სეზონზე გავაკეთო, კომენტარებში გამაგებინეთ. აბა 30-ში 22 საათზე შევხვდებით.